Yeah. ეს ახალი ტრეკია მალე გამოვა. Yeah. სხვა ბიძა. სხვა ბიძა. Okay. მაგ საკუთარი მისია Call of Duty ვარ ზონაში მოდი ამ ლუზერებს უნდა ჩეთკოდი ვარ შუთერი და არ გავმაზავ მიზანს რადგან მაქაინ ბოტი I'm Royal Pass I'm Royal Class მე მაგ Royal Pass მე ვარ Royal Class yeah მეჯიბრები თავსაც მადარებთან მარა გენი არ გაქვს შენ შეკინების ნება გაქიბძოლო მადარებთან მარა ხარნა დავლი გენინების შარიანებს ამოთხარეს შარინგანი არ გამოვაკოპირება ჩემი ტემპის როცა მასას დაელევა მთელი ჩაკრა ჩემი ვერსი დაარიგებს ეპინეფრინს მეორეებს სულ ექნება თვამბე ისი მარა პირველებთან მაინც აგებენ ჩვენში მე ვარ მეინ კაგი შენ მისმინე როგორც კაგებემ ცადეს ფორმულებით შეჯიბრება მარა შეუძლია მარტო იბას ესე ჩემი ფლოუ ყველა სტოვებს სიბნელეში რადგან ბევრად სწრაფი არის სინათლეზე კარგი არ დაუშლი ვერთხებს ბოლას ნახოთ იჩალიჩებს ვირას ქესე მაინც რას ეძახით crowd controls Mr. Bean-ები ვიტვინავთ ფეხზე IB AG ჩემია stage ჩემია beiji yeah Amateurs, I'm a double G, okay. Ყველა ჰეიტერი გაბუშვი wrong way. მაგრამ აქ ფიშერი ბახურებ ანკეს. ცხელია ბიტი გადავად no flow-ებს. ივა, adnobs, flow-ებს. ანდროს, არ ინდობს, სახეს, აძრობს, გოუთებს. ყველას უნდა ბეტმენ, აბდენი შეუცნობი შენობის შიგნით იმალება ბრუს ვეინ. ვერ იქნები კლარკ კენტ გარანტირებულად ჩენი სუპერმენის ბოლო დღეა დუმსდეი. აგრესია ბერძლებს ჩემი რეპის სიყვარულია მე მინდა დაგანახო უკეთ. მასას უნდა გენგბენგ ჩემი ქალაქის ქუჩებში არასოდეს არ იქნება ვუთენგ. ყველა MC დავდის გამწარებული არ ვარ წყალწაღებული ვარ თავდადებული ამან განაპირობა რომ ვიყო წარმატებული ტყვია გამზადებული სწორად დაფარებული თან დაუყალეგული მე ვასწავლე twins კითხვის შემდეგი მე ვარ გასაღების არ მომხმარებელი პატარების მარა პატარები მაინც დისავენდიც ბედი აქ მას დიდი ჰედი აქ მას არავინ არ თორს ბედი აქ მას შოსერი მოგდაურო თუ მედი აქ დგას ბევრი რამე უნდა თმაგრა ბები ამაც ყველა ლაპარაკობს სისულელეს ამ სითეთრე სახებენ ბინძურ ხელებს არ ვიყლები თამაშობ შიცუცერებს ვარ ოქრო და შევეცი ბიჟუტერებს Yes. Okay. ვატარებ დატოს გერლიდან ღამემდე ვაკეთებ ქართულს სანამ აგეები ფინალურ მაჩებში ავლენენ ყლეობის არაერთ სართულს ვართული როგორც პირამიდა და ჩემში უმარხავად ასობით მსახურს დიჩი აკეთებს დებსა დებს და აჩვენებს ყველა მეგაჰერცს ხმაურს და დიჩი არ მოყვება დროს დიჩი არ ფენომენობს მაგრამ ისნობს ფენომენებს და იცი საქმე თუ როგორ აკეთოს სანამ ანიგანით გავფანტავ მაყოს მე ვალაგებ როგორ მეყოს ტომიგანიდან ვალაგებ ადამიანებს ვიწაზე და ვაფურთხებ მაგათ ეგოს ყველა მგედია არავის გამჟი ყოველთვის ხოდია როცა ამაჯი ამრწმა ჰერცები მაგ შენი მაჯის დედა შევეცი ამდენი ქაჯის ამდენი წერლები ვუძღვენი საქმეს და ვიღაც პატარა კოტო გამშის თავი ჭკვიანი გონია რადგანაც გენიას მოხატმა ამათმა განდან შეაფარონ თავი ვარ მეგრელი სამურაი მისწორდება მეგრული ჩაი და ტვინინო მოტყანი კაი ვაკეთებ ისედაც იმას რაც მინდა ხოდი მაგიმდენი რამდენიც მინდა ისე ვახոտო თავიდან შელუზერო მეორედ გამომევიდა ვისრუტავ ჰელიკოპტერებს ვარ დემბოი ტრეკში და ტრეკების მერეც ახალი ტრიპი მაქვს ტრიპი თავს გაქნევ შენ გიფიტავს თავს ტვინს მეკი ყველადანო მიფიტავს ნიჭი მაქვს ბოი შენი წონა ნიჭი მაქვს გიჭი მაქვს დიჩი ნერვებს დიჩი გიჟი მაქვს რა გინდა ბიჭო დავაგდე ფლოუ რომ არ გაიკლიჭო ფეხი სახეზე არ გაიბიჭო შუაზე არ გაიკლიჭო Yes. მიკროფონი რა გაგინეს ეჩება მიკროფონი შოქში ჩაა. მოგესალმებით. სამჯერ მოგესალმებით. და კიდევ მრავალჯერ. მოპოდკასტო, ახალი ეპიზოდი. ჩვენი გადაცემის წარმდგენი ლიდერ სპორტი, ჩვენი სპონსორი, ომეგა ემბერი, ფლეტრენტი და დღეს ყავს უმაგრესი სტუმარი. მე ვარ. Edmonds. როგორ ახლა? Yes. კარგი. რა გუშავს. რეპერულად, მართალია ცოტა ვიყინებით. ისეთი გარემოა, გარეთ უფრო ცხელა ვიდრე შიგნით. როგორ მოგწონს ჩრდილოეთ პოლუსზე? კი, სხვათა შორის ყოველთვის მინდოდა პოლარული ციალის ნახვა და აქ მომეცემა შანსი ალბათ გამოჩნდება სადღაც. ბაზარი არ არის, კი. კი ბატონო. ხდება ხოლმე ზოგჯერ მე ხდება. დავსდევთ. კი. იკაზე ვაპირებდი წასვლას თურმე გლდანში გამოსვლა საკმარისი ყოფილა. კი.
დანში ყველაფერი ხდება მეგობრებო. ყუთი მიზეზი რატომ უნდა იმოგზაურო გლიდანში? სანამ ჩაუждები ეხა ეპიზოდს რა, არხი გამოიწერე, ვიდეო დაალაიქე და რა ვიცი, დოლზე დაუკრავ ბოზიშვილი ვიყო მომენტ. ჯერ დაალაიქონათ. თიხისა. მოიცა? ვიდი? subscribe, დალაიქება, ეგ არის. კოკავშენი ისი. სუპერავშენი ისი ბღერა ნანანანინა. მე აღარ ვიცი როგორაა. დაიგიდე, არც უნდა იცოდე შენ, არ გჭირდება. ეს ცოტა სხვანაირად შეგვიძლია ჩვენ. სხვათა შორის რომ მოვიდა და ეგრე ნახა პირველი იქნა. ბაზარი. კაი, მოგვიწევი ხა რა შვები, როგორ შვები. ტრეკები ვნახეთ, უმაგრესი ფიტი ვნახეთ ნიკისთან ძალიან გამისწორდა, ვისაც არ გინახავთ ჩაუჯექით უეჭველი და დალშევიცი რომ ლაივიც გაქვს ახლო მომავალში. ლაივი გვაქვს 25-ში. ეს როდის დაიდო? 25-მდე რა დღეა? დღეს რა დღეა? რა რიცხვი უფრო სწორედ. კი არა და არის მოიცა? აგერ მაქვს 20 არის, ორშაბათი. და მოესწრება წესი. სავარაუდოდ. იგი უეჭველი. კარგი, მაშინ შაბათს არის ლაივი. ოკეი. და შეგიძლიათ მობრძანდეთ, გნახოთ, მოგვისმინოთ. გაერთოთ, ავი, რაც გინდა ის გააკეთოთ, თუ გინდა მალე წახვიდეთ, თუ გინდა დარჩით. თავარია ბილეთები იყიდოთ. ოსაც არ ვარიგებთ. რატო ეხა უნდა ფასდებოდეს არტისტები? არა, რა თქმა უნდა. ისა რა ქვია. ბილეთი მაჩუქე ძმა და თუ ჩემი მსმენელი ხარ, მოდი და იყიდე ბილეთი, ხო? ანუ ეგ არის რესპექტი პირველ რიგში, რა თორე ეხა ისე ბევრი ბილეთი გაგვიჩუქებია შეენც მეც დიჯისაც ყველაზე ხარ, მაგრამ ანუ ეგ არის დაფასება პირველ რიგში არტისტის რა, ეხა რა ღის ბილეთი? 30. გამიჩითავ ხო? ვიცოდი რომ სადღაც აქეთ მიყავდა იმიტომ რომ საერთოდ იუმორინა 2026-ში არის კონტენდერი რა. ბოდიში მოვალ თქვენი ბაზა. ხალხობრივი ატრიბუტია ძმა. აუთვალს აშორებს ხო? აუთვალს კი არა გაგვათფოს იქნებ. აი მეგობრებო რაზე ვთქვებით? ეგ არის, ეს არის აურის გასაწმენდი რა. ჩვენ არ გვჭირდება გაწმენდა, მაგრამ იქ ვიღაცებს კამერის მიღმა. თქვენ არა კაცო ხოაზე ხარ. გია ჯაჯანიძეს ვთხოვ რომ ქვები მაჩუქოს, საეჭო კაც რო აჩუქა ეგენი წარმატების ქვები აუცილებლად. წარმატების ქვები არ გვინდა რა. აი რო აშორებს ეგ ქვები გვჭირდება ჩვენი რა. გამოყბულ ხალხს რო გაიხაროს. აი ეგ ქვები გია თუ არის მაგის საშუალება ძმაო გამოუშვი. ჩემი აზრით კაშის ქვები უფრო გამოგადგებათ რომ რამე დაანთოთ. ბაზარი არა. აქ შეგვიძლია აქ ისე კინო. ანუ მე მაგიტო იმას ვქენი რა თქვენ იბაზე. აჰა, გასაგებია. გასაგებია. ხოდა რა ვიძახი. დავით მანდ რაღაც სეტის კარდონები და რაღაცები რო იყო რა ძველი ხო რო დავყაროთ. კაი შეჩემა იმაზე რა კონსოლზე სალაპარაკოდ მოვიყვანეთ ამ ხელაკაც დაჯექი მან. ცოტა ხანში ჭრა იქნება და ერთ-ერთი წამყვანი გარდაიცვალა. ძალიან შეცივდა. მაგრამ აი კაია კრემაციით გავაправებთ ცეცხლს. ან სტუმარი გარდაიცვალა. ვაგზელებთ სხვასთან ერთად. სად გაქვთ კონცერტი? ზეგბარში. ზეგბარი. დედაინაშია. აჰა. ზეგბარში. და რა ვინ ხართ არტისტები? ანუ მეინ არტისტი მე ვარ და მოწვეული სტუმრები, სპეშალ გესტები არიან ნიკი, ემაირო და სკაირის. მენა სკაი თითქოს და ხო არსად არ ჩანს, მაგრამ ჩანს რა. ჩანს, ნაბოზარია შეჩემა აზურება. სკაი. ახ სკაის ფანები დაგივლიანი მენა ის. ვინ არის ნაბოზაში ნა? მოდი, პოდკასტში მოდი და მე მითხარი ძმა. სკაის ფანებს უნდა მოსულიყო პოდკასტზე და რაღაც რომელზე ქონდა გადაღება? 5-ზე. 5-ზე და რაღაც 7-8-ზე მწერს. ხო, აი პოდკასტი ჩაუწერით თუ არა მირეკავს უკვე ჩამორჩა პოდკასტი რაღაცა და აუ შენ ჩემა ჩამეძინა. კაი ძმო მადლობა. რა ჩაგეძინა. ეგეთია, მაგარი ის არის პუნქტუალური ბიჭია რა სკაი. არა, ვიცი. ოსი ტრეკებზე რა ხდება? რამე ახალი გვაქვს, დემოები, რაღაცეები, იდეები. კი, რამდენიმე ტრეკი რაც უნდა დაიდოს და ჯერ დადებულა და როდის დაიდება აზრზე არ ვარ. ერთი ფიჩერი სკაირესთან არის. ამას წინათ ქონდა ლაივი. ეს კლუბში დავაპერფორმეთ ეგ. რავი, იქ ძალიან კაი იყო. ოკეი. ისედაც კაია. ხო, ტრეკს თუ ლაივზე მიაქვს. ბანისთან ერთად მაქვს. ერთი ძალიან მაგარი ფიჩერი. ოკეი. ძალიან კარგი დაიდება. ოღონდ არც ეგ არ ვიცი როდის დაიდება ზუსტად. და ნუ სოლო ტრეკების
იდეები და რაღაცები არის. შვენია. ლავაპირებ. თავარია რომ არ ჩერდები. ეხლა რა მაინტერესებს მე ბიჭო ეხ TikTok-ს ყველა ვადევნებ თვალს და ვხედავ რომ რაღაც არ ვიცი რამდენად არის ბიფი, მაგრამ კონფლიქტებია რა. თან შენც გქონდა მგონი ხო? კონფლიქტები. კონფლიქტები რა, ანუ არა, მე პირადად არ მქონია არაფერი ეგეთი. რაღაცაზე უბრალოდ რაღაც პატარა ის იყო, გაუგებრობა და დავრეკეტიბთან გავარკვიეთ ყველაფერი და ეგ. ჩაწყნარდა ხო? ანუ შენ ეგრეც უნდა ხდებოდეს ხოლმე რაღაცების დალაგება რა, იმიტომ რომ იმ დონეზე პატარაა საქართველო, რომ აქ ბიფი უბრალოდ წარმოუდგენელი კონტია. საქართველოს მასშტაბით თუ ვერ მოგვარდით, დამიწელები ვართ ბოლო-ბოლო ძმაო. მასშტაბით ვარ გიყო ხო? ხო, არა, ეგ კარგია. პლანეტელები თუ ჩამოვიდნენ, galaktikelები ვართ ძმაო და ეს მერე იზდება რა. ბიჭო, ამ ამბოლზე რა, ამ შერიგების ამბოლზე, აი პერლეს შემთხვევა რა. ხალხი რაღაც ძალიან გაბრაზდა იმაზე, რომ ანუ ურმა ზრდასრულმა ადამიანმა ან რაღაც ზრდასრული ადამიანების რაღაც ჯგუფმა მოაგვარა მშვიდად თავისი ურთიერთობა. აი მაგაზე ხალხი იმენა გაგიჟდა ჩემი. ეგ რა მოგვარდით ძმა. ეგ რა ფენომენია შენი აზრით. ანუ ხალხს ეგ უნდა რა, პური და სანახაობა უნდა და ჭმამენ ბეთლებსაც მაგითო უყურებენ. ხო, ანუ ერთმანეთს რო ჭამს ტიპი აქედან იქიდან, ეგ სანახაობა არის ხალხისთვის და გასართობია. ეგ ყველაზე კარგად იყიდება. ხო და ანუ რა თქმა უნდა მაგას უფრო გააღვივებენ და შეუნთებენ ცეცხლს, რომ აი შეჩემანახე რა გითხრა იმან. მიდი აი პატარა ბიჭები რო იყვნენ ხოლმე ადრე სტადიონზე. აჟი გატელებს რო ეძახოდნენ. შეაქეზებდნენ ხოლმე და მიდი დედაზე მიდის შეგაგინა იმან. მაზარი არა ხო. ამას შიტის გული არ მოიწმანა. ეგრე არის ხალხი, იმენა TikTok-ში შევლენ და ავაი აბა შეგაუკეთე დისი აქედან ეხლა. ჩვენთან შეუნთეთ ძმაო, ცეცხლი გავიყინეთ ხალხი. ეს მაინც სპონსორები მიუმართავ შეშის კომპანიებს. შეშა რა მინდა შეჩემა რამე კარმა გააძრებოს რაღაც ცენტრალური გათბობა გავაძრე რა შეშა გამარტი ტრაქში აი ეს ტიპი უნდა გაიჩიტოს შეშა ვერ ჩამოიტანეს რა შეშა ხალხი უშეშო დარჩა უშეშოდ რა აბა შეჩემა ვიყინებით მოკვდი შეშა რა ჩემსირა დაიდე ეს იქ წაიღე ერთი ელექტროგამათბობელი ჟენი ძმაზის ელექტროგამათბობელთან ჩვენ გამოვუშვი აქ არ წამოვა ის მახარას ყავს დაბმული ეგრე შეშვი მაგ ცეცხლს არ წაგეკიდოს ჩემი ამით ის უნდა იმღეროს იცი სერენადა ვინც არ იმღეროს აბა შენ დაგეძე კაი ყლეს დაიგიდე რას ფიქრობ სფეროს დღევანდელ მდგომარეობაზე თვითონ სფერო რა მდგომარეობაში შეშენია ზოგადად გლობალ თუ ქართულ არა ჩვენთან გლობალ რა უჭერთ ჩვენ ვიკითხოთ საკმაოდ აცდენილი არის ჩემი აზრით რეალურად იმას რაც უნდა იყოს გადასული არის რაღაც სხვა ჭრილში პასუხებში აქედან იქიდან რაღაცა ასე ისე და ანუ ჩემი აზრით ეგ რაღაც მხრივ კარგი კი არის და განვითარებაში თითქოს ხელს უწყობს არტისტებს მაგრამ თლიანობაში საკუთარ საქმეს რო აკეთებ და ვიღაც მერე რო გიჩალიჩებს ისეთ რაღაცას რო იმას გაცდენს და გადაყხარ რა და უეჭველი პასუხის გარეშე არ უნდა დატოვო ეგეთი პონტია. მერე შენი შემოქმედებაც უხვევს რა ძალაუნებურად ეგრე ხდება. ხო და ანუ მაგ გადახვევების გარეშე ჩემი აზრით უკეთესი პროდუქტი დაიდებოდა ბევრად და ვინც თავისთვის ზის და რაც გულში აქვს იმას ბაზრობს, ჩემი აზრით უკეთ განვითარდება საბოლოო ჯამში. ამ ბიფების და ატაკებების გარეშე. და რატო ვერ ვყიდით ამ პროდუქტს? აი ავიღოთ ნებისმიერი არტისტი. რატო ვერ ყიდის არტისტი თავის პროდუქტს? გაყიდვაში იმას არ გულისხმობ, რომ შეიძლება აი მაგალითად ზაფხულში 3 კონცერტი გქონდეს ან რაღაც წელიწადში 3 კონცერტი. აბა რა გულისხმობდიცი? აი ოფიციალურად მაგალითად როგორც ამერიკაში Spotify-ზე ტრეკი რო იდროპება და რო არის ინტერესი იმის რომ ხალხმა შეჩემა ტრეკს ტიპები გითხებიან ის არა ქვია YouTube-ზე რო დიზდებს მა ტრეკს არა და ანუ თემა ის არის რომ ხა ეგ იდეაში არტისტებმა რო ვიცოდეთ რატო ვერ ვყიდით გავყიდით მოეჭველი ანუ ეგ არის რა ხო არა ხო და შენი აზრით რა ჩემი აზრით საჭირო არის
სწორი მენეჯმენტი რა მაგ ყველაფრის. ანუ ტიპები არიან საჭირო. ანუ ერთი ადამიანი როცა ხარ ყველაფერს შენ თვითონ ვერ გააკეთებ. ახლა მე ავდექი ვიმღერე ტექსტი დავწერე ყველაფერი გავაკეთე და მე საბოლოოდ მე უნდა გავყიდო ეს და მაგაში უნდა დამეხმაროს ვიღაცა მესამე ტიპი, რომელმაც იცის და კომპეტენტური არის მაგ ყველაფერში რა. ის დამიჯდება და მეტყვის რომ აი შენ ეს უნდა გააკეთო, რომ ის იქამდე მივიდეს. და შესაბამისად მე გავაკეთებ მაგას, გამინათდება ხო ეგ უნდა გავაკეთო ბაზარი არ არის, იმას გადავხდი იმაში ფულს და ეს ჩემი პროდუქტი მივაკიდე სწორ აუდიტორიამ. მაგრამ თემაც ეგ არის რა, ნახე აი ფულის გადახდა რო ახსენე რა. ჩვენ იმ ფულს რასაც ხარჯავ, აი აქეთ არ მოდის ხო, აი ეგ არის რა. იმიტომ რომ ნახე ანუ YouTube-ზე რო გისმენს ტიპი ანუ მან ფიზიკურად ვერ წერს ის თანხას რა. ჩვენი სიტუაციაც რო ავიღოთ რა, ეხლა დღეის მდგომარეობით კაქტუს აქ იმის საშუალება რომ მაგალითად ჩვენ რაღაც ტრეკებზე და ასე შემდეგ დისტრიბუციაზე ზოგადად მუსიკის გადავიხადოთ 10000 დაუშვათ რა. მაგრამ ჩვენ რო ვიცით რომ იმ 10000 ვერ ამოვიღებთ არ ვიხდით ამაში მაგ ფულს რა. თორე რო ვიცოდე რომ ანუ არის საშუალება ამ ქვეყანას აქვს იმის პერსპექტივა რომ ეგ შენ ეგეც არ არის გადახდის ამბავიც არ არის კიდე ერთი ფაქტორია რომ ანუ ის ტიპი რა ძალიან ცოტა რაოდენობა არის მასის რომელიც Spotify-ზე უსმენს თუნდაც შენდეკებს ან Apple Music-ზე უსმენს შენ Spotify ოფიციალურად გვაქვს უკვე ქვეყანაში ყიდულობს შენ ტრეკს ხო ხვდები ეგეთის მასის სიმწირე როცა არის ანუ შენც რაღაცნაირად არტის გიქრება სურვილი და შენც პროსტად გები და მე YouTube-ზე ტვირთავ რა. ეგ იმიტომ ხდება ეგრე, რომ ამ ხალხს აქვს იმის ფუფუნება, რომ YouTube-ზე აიღონ ტრეკები. ფუფუნება არა, სხვადასხვა YouTube-ზე მოსმენ. აი, ვისაც მოგისმენიათ Spotify-ზე ტრეკი და მე იგივე ტრეკი მოგისმენიათ YouTube-ზე, უეჭველი შეამჩნევდით, რომ გაცილებით ნაკლები ხარისხია. ელემენტარულად overall master-ში ხმას უწევს ქვევით თვითონ. ხო, YouTube-ს აქვს თავისი კომპრესორი, რომელსაც -1-ზე თუ -2-ზე ჩამოყავს. ხო, არა, ბიჭო, მაგ ფუფუნებაში სხვა რაღაცას გულისხმობ რა, მუსიკალური სიახლე. აი შენ ძმობას გაფიცება ეხა. აი ნუ გაჩერდი ეხა. სიმართლე თქვი. ბოლოს ან შენ თუნდაც როდის მოусმინეთ Spotify-ზე ტრეკს და არა YouTube-ზე. კომპიუტერთან როზი ხარ, ეხა Spotify მე არ ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს რომ გაგეხსნი. მე Spotify-ზე უსმენ პლეილისტი მაქვს Spotify-ზე, დაგილინკავთ მე კაი პლეილისტია ცოტა გემოვნებაში, ხო ხდები? ხო და თავისი სიმღერები აქვს მარტო. ალბომებს უსმენ ხოლმე ძირითადად რა. ალბომებს ან რა კომფორტულია ჩემთვის უფრო Spotify. აი კენდრიკის ახალი ალბომის პლეილისტში მაქვს Spotify-ზე მაგალითად. ხო დაუყურე, აი ამის დასაფიქსად თვითონ არტისტები უნდა იყვნენ იმ თემაში, რომ არ უნდა მიაწოდონ სიახლე YouTube-ით და უნდა შეეჩვიოს ხალხი, რომ სიახლის მიღების ფორმა არის Spotify. შენ თუ გინდა რომ ტრეკს უსმინო, უნდა შემოხვიდე Spotify-ზე და არა YouTube-ზე. ამ შემთხვევაში ხალხი უკვე ავტომატურად გამოიმუშავებს იმას, რომ ხალხი გეტყვის, იდი ნახუი, არ შემბობალ YouTube-ზე მოусმენ. ვერ მოусმენ YouTube-ზე. ხო და არ მოგისმენს ვაფშე. არ კიდია შეჭება? არ მოგისმენს იგივე. რო ბიჭო თუ ვინც გისმენს, ეგ მოგისმენს ისედაც ან Spotify-ზეც და YouTube-ზეც. ვინც YouTube-ზე გისმენს, იქაც მოგისმენს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ანუ თემა ის არის, რომ Spotify არის ფასიანი. და ანუ ფასის გადახდა არავის არაფერში არ უნდა. და რომ ყველაფერი ისე მიიღოს, რომ თან აი არც ისეთი ძვირია. არა, საერთოდ არ არის ძვირი, თვეში არის 4 და 4.99 დოლარი. ანუ არაფერი ეგ არა. და ნების, ანუ ეგ ხო შენ სტრიმინგით გიხდის ფულს რეალურად. ხო, რამდენი სტრიმიც გექნება იმის მიხედვით. ხო, მაგრამ ანუ გააჩნია რა, მანდ კიდე რაღაცა, ანუ მე როგორც მიდევს ახლა რაღაცები, ანუ ისეთი ნაყიდი ლეიბლები რო არის დისტროკიდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ მაგებით, ანუ მაგებს აზრი არა აქვს რა, აი რაღაც ლეიბლივით უნდა შეიქმნას დაუშვათ როგორც PvP Flow-ს გააკეთა, ეგეთი ფონტი უნდა გააკეთდეს, რომ იქიდან მართლა რაღაცა ბენეფიტი ინახოს რა. თორე მაგითიც აზრი არა აქვს, просто უბრალოდ ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე რო არის, შენი ტრეკი ასწორებს, მაგრამ თუ რაღაცა მერე ავა და კარგი შედეგები ექნება შენ ტრეკებს, სავარაუდოდ რაღაცა პროცენტი გექნება მანდედან რა, დიდი და ბევრი ისეთი არაფერი. ხო, მაგრამ მაგასაც ეხა ნახე ლეიბლს რო ხოდავ, მაგასაც ძალიან ბევრი ფინანსი უნდა. თან უნდა ანუ თუნდაც მენეჯმენტის საკითხში, თუნდაც ეხა ლეიბლი რო გაქვს, რა თქმა უნდა, შენ უნდა უზრუნველყო ის ამბავი, რომ არტისტი მოვიდა შენთან სტუდია გაქვს ჩააწერინო რა. მერე ამის საუნდ ინჟინერია, მერე დისტრიბუციის იქ 1000 კონტრაქტია, იქ მენეჯმენტია, იქ არტისტების დაინტერესება არის და რა ვიცი, ძალიან ბევრი ფაქტორი არის რა და აი მაგიტო არ ხდება, მოკლედ ძმებო, ამიტომ მსხვილ ინვესტორებს მივმართავ, თუ გინდათ რომ საქართველოში მუსიკალური დონე განვითარდეს და რეპერებმა უფრო კარგი ტრეკები ვაკეთოთ. კი და როგორც წესი ცდილობენ რა ვინც იცის საერთოდ და გარკვეული ვინც არის, ცდილობენ რომ
გარეთ რა, საზღვარგარეთ ლეიბლებზე გავიდნენ, გლობალზე ბაზარია, გავიდნენ, კი, მაგას გლობალ ცდილობენ. ლეიბლებზე. ანუ იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად აქ რა არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ისეთი ქვეყანა არის ჯერჯერობით მუსიკალურად საქართველოს რომ უსმენენ ვიღაც კონკრეტულ ტიპებს, მიდიან იმათთან ბილეთებს ყიდულობენ, იხდიან 500 ლარს, მაგრამ ჩემი ბილეთი რო 30 ლარი ღირს, იმაში საერთოდ არ გადაიხდის არავინ. მაგრამ ამას რომ ანუ ეგეთ ტიპს რომელიც რავი კონცერტში რავი რომელიც ყველგან ისმინება მარშრუტკაში და შემდეგ ესეთი არტისტი რო არის რა ეხლა არ დავასახელებ კონკრეტულად. ეგეთი არტისტი რო არის და იმაში რომ 500 ლარს იხდის ის Spotify-ზე ალბათ არასდროს არ შემოვა და არ მოისმენს შენ ნაწვალებს და რაღაცას არ მოუნდება რა. და შესაბამისად მაგიტოს არ გვაქვს ჩემი აზრით ლეიბლები და არც არაფერი, იმიტომ რომ არ იმუშავებს. მაშინ ჯერ უნდა წავიდეს წინ, ანუ რაღაცა PvP Flow-მაც ხო წაწია რაღაც დონეზე კი არა ძალიან წაწია. ანუ თავიდან არაფერი არ იყო და ეხლა გაჩნდა იდეები, რომ ვა, რატო ვერ ვაკეთებთ ფულს ჩვენი მუსიკით საქართველოში? იმიტომ რომ გუშინა იდგა ფეხი ამ ყველაფერმა. კი, ეგეც არის. ხო, მაგრამ ეგ ხო იმაზე არ არის მხოლოდ, აი ნახე, Spotify-ს შევეშვათ რა. თვითონ ქვეყნის შიგნით რა, ანუ ეს ხო კულტურის ნაწილია უკვე, ანუ ქართული კულტურის, ანუ 2000-იანების აქეთ რა კულტურას მუსიკამ შეიძინა, ეს არის უბრალოდ რა კულტურული ღირებულებაც ჰქონდა 2000-იანების აქეთ მუსიკაში. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამის ჰიპ-ჰოპი რა, იმიტომ რომ ვიყოთ შავი პრინციდან დაწყებული და დღემდე ეს მუსიკა განვითარებული პროცესია რა. მე იდოქში პროცესია რა. აი შენ არც უნდა იშოვო ფულიში ჩემ არასერიოზული კაცი. მე არ მინდა შოვნა ფულის კაცო, რაც მინდა. აი ფული შოვნა უნდა საერთოდ. ანუ ვიცი რა არის, ცოტა ხნის წინ რეპერები წერდნენ რომ ვალები გვაქვს ბილეთი 5 ლარი ღირს, მაგრამ მაინც არავინ არ ყიდულობს და მანდედან რამხელა ჯამპი არის ახლა რა. მაინც ელემენტარულად რო შეხება. აგას გააკეთა მაგაზე ტრეკი. ხო რა, ანუ ხო, ეგ ანუ დღესაც 5 ლარი ეღირებოდა ბილეთი ივენთის რომ იგივე პრაისინგი იყოს, რაც მაშინ იყო რა. ეხა ანუ იმ დონეზე ხო, ინფლაციის ბრალია და არა მარტო ეგ არ არის ახლა. არა, იმენა ეგ არის ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ მე ვიცი. არა, მაგის მერე ბევრად ავიდა დონე. იმ დროისთვის, ანუ ეგ დონე ხო იმას განვითარებასთან ერთად მოდის რა. მუსიკალური დონე იმხელა იყო მაშინ, რამხელაც იყო განვითარება და რამხელა საშუალებაც იყო. მაშინ იმ დროისთვის მაგ მუსიკის კეთების საშუალება იყო, ანუ მეც ფიზიკურად ვერ გააკეთებდი, იმიტომ რომ ხმის ჩამწერი სტუდია იყო 2 თუ 3 თბილისში მაქსიმუმ ყველაზე და იქაც ნაცნობობით კარგი ციფრი და ვერ გადაიხდი, აი ბრავო რეკორდსი რო იყო რა, ბრავოში ვერ ჩაწერდი ტრეკს. პონტი არ იყო მანდ რო ჩაგაწერა. იმიტომ რომ ძვირი ღირდა და მაგდენ ფულს 3 კონცერტით ვერ ამოიღებდი. დღეს არის შეედარებით ხელმისაწვდომი ის რომ კარგი ხარისხის მუსიკა გააკეთო. მინიმუმ თუ დღეს მინიმუმ ის ვარიანტი მაინც გაქვს რომ შენით ისწავლო თუნდაც იმ მუსიკის საუნდ ინჟინერინგი რა რომ რაღაცა თქვათ თუ არ გაქვს რესურსი იმის რომ თქვათ გადაიხადო პროსტა აიღებ სესიას გადაიხდი თქვათ ჩაწერაში ფულს რომ კარგად ჩაწერო და მე უკვე შეგიძლია შენ ანუ გაძლევს ინტერნეტი იმის ფუფუნებას რომ შეისწავლო შენით უკვე ყველაფერი რა მე გეტყვი რა უნდა მოხდეს საქართველოში რა უნდა შეიქმნას პლატფორმა რომელიც გააკეთებს awards რომ აი თვის განმავლობაში ვისი ტრეკი იქნება ყველაზე უფრო მეტად მოსმენადი. და კაი იდეა. და შემდგომ დაჯილდოება უნდა წავიდეს ამიტომ როგორც ანუ ის არის გრემი თუ რა. მოდი გავაკეთოთ განცხადება ძმაო. და ანუ მე უკვე ტიპები ნახავენ რა, ანუ როცა მაგალითად ჩვენ ნახეთ რომ აი იქ თუ ჩვენ ყველაზე მეტ სტრიმინგს დავაგროვებთ 5000 ლარია და რაღაც პრიზია და რაღაცა გეუბნება რომ შენ კარგი ტიპი ხარ რა. უკვე მუღამი გაქვს რომ გააკეთო რომ იმ 5000 ლარს თუ გაარტყავ შენ ეგ 5000 ლარი კიდევ უფრო მეტად გაგზრდის და გაგხვეწავს. კი, საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ფულის მოხვეჭამდე მიდის რა თქმა უნდა ფული აბა მე მაგალითად დღესდღეობით ყველაზე მეტად ფული მაინტერესებს. ფულადი სისტემა უნდა დაინგრესმაო რა. მე ხა შიერი თუ ვიყავი ვაკეთე რამდენიც ანუ ვერს გავაკეთებ შიერი თუ ვიყავი ხო? ხო, შიერი თვინი კარგად აზროვნებს მაგრამ სიძახ. შიერი და სიცივეში რო ხარ. ანუ რამდენიც გინდა ვაკეთო ეხლა რაც ანუ ფული თუ ვერ დავინახე აღარც მექნება იმის გაკეთების ანუ რაც არ უნდა მიყვარდეს რა ელემენტარულად ცოლს რომ მოიყვანდა ოჯახი რო ყავს ფული თუ არა გაქვს ის ოჯახის გენგრევა და რა თქმა უნდა
ისიც აღარ გიყვარს მერე და გეზიზღებათ ერთმანეთი რა თუ არ არის ფული და ბიჭო ხო ეგა რა ფული უნდა იშოვო ყველა ვარიანტში ფული უნდა გააკეთებინო საკუთარ თავს საკუთარი შრომით და მაგისგან უნდა ისტრაფოდე და საბოლოო ჯამში ეგ ნორმალურია რა ანუ ვიღაცას ეხლა აზროვნება რო აქ ისეთი რო აი მე უნდა ვაკეთებდე ტრეკებს და დიდი არაფერი არ შემომდიოდეს მაგითი და მაინც უნდა ვაკეთებდე და მერე რა ანუ ეგრე არ არის ხო რა ხმის ჩემწერ სტუდიაში რომ მიდიხარ და ფულს რო იხდი იმ ტრეკმა რა თქმა უნდა შენ უნდა გადაგიხადოს მინიმუმ ხარჯები მაინც უფ საღო იმენა საღო ბრატა ძმა დაგევასა ბიჭი მომე რა სათვალე მიკროფონები შეგიძლიათ გამოვუშვათ არაფერი არ გამოუშვა ძმა ფულისგან მწვანე ფერი ჩემი ფულია მე ბალახებს არ ვყრი რაც ვერ აატალახეს იმას და უკარგეს ყადრი მოწრუპეს სიდრი და დასკიპეს კადრი თუ აგარიდეს კარგს პირდაპირ ნახო ეგეთ დაიწყე ბიჭი ძალიან მომწონს შენი მოძრაობა აი დებს რო აკეთებ ხოლმე ესე დიჩი აკეთებს დებს გაგვიკეთე რა დები ბიჭებს აი ესე სადი შენი ესეთი ამბავია რა მეტი ფული ჭირდება სფეროს განვითარებისთვის ეგაა საქმე რა და შოთა დარბაიძეს კი რო ურიცხავთ აქეთ გამოუშვით ძმა ეს ამოუჭერი რატო ძმა რა შოთა დარბაიძეს ნაპოლეონი შოთასგან წამოსული ხალხი დაგვაჰეიტებს თუ რა გიტა შოთას კრიუ დაგვაჰეიტებს იმ დღეს ლაივი ქონდა კაროჩე რაღაცა პარიკი ახურავს და მეგობრებო მოგთხოვს 100 ლარი ავანგროვოთ და გრანდიოზული კონცერტი გელოდება და ცეკვავს რა გინდა ჩვენს ხوار დავიწყოთ ბიჭო რა ანუ ხალხს რა ცოტა ყოფნის ბედნიერების აზრს ხარ ანუ ვიღაცები შემდეგში გვექნება შიშველი მოპოდკასტო ვიღაცები წარმოიდგინე შეჩემა სხედან კიდე აი ამ ეხლა მოვედი და შემდეგში არის სხედან ტელეფონი უჭირავთ და ვიღაცას არა რაღაცას ურიცხავენ ფულს იმისთვის რომ კრინჯი იყოს და ცუდი იყოს და ანუ დებილობა ცუდი რაღაც რო ქნას იმისთვის ანუ ხალხს რა დონის ცუდი ცხოვრება აქვს აქ სევდიანი მუსიკა რო დავანტონდა ბიჭი გაგვიკეთე რა ბიჭებს ფრისტაილი მოსე გეტყვის სიტყვებს და გავუშვი მოსე დავწერე რენდომ ვორდები აიც დაუწერო ხო ანუ ხო მაგდენის დამახსოვრება რა შემძლებოდა ძმა სკოლას კერმიბატო ვითხოვთ სპონსორებს რომ დიჩის განათლება მივაღებინოთ გაუშვათ საზღვარგარეთ რა ყველაფერზე სპონსორებს რა ვქნა ძმა ყველაფერ სპონსორი უნდა ვერ ხედავ წაქცეული მიკროფონი წერთ გადაცემას და ისიც ჩვენი არა უბრალოდ აიფონი გადმომაწოდა და ვითხოვთ სპონსორებს რომ უფრო ასე კარგად გადმომაწოდოს 13-ია ძმა შემდეგზე რო 16 გადმომაწოდოს ვითხოვთ სპონსორებს ბაზარი არ არის აი კაი რეკლამა ძმა მოდი სხვათა შორის ჩვენ ვერ გვყავით ტექნიკაში ძალიან კარგად ტექნიკის მაღაზიებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი უცნაური ტექნიკა და დავიდგამ ესე და მოვეფერები ტექნიკას აუ რა გამისწორდებოდა ისე აი ძველი ისინი რო არის ტეტრისი Nintendo და რაღაცეები. მე აქ გადაცემაში რო გვეთამაშა. ეს არის თქვენი ბრალი. რო არ გვასპონსორებთ. სხვათა შორის შეგვიძლია ჩვენ აქ გეიმინგ ვიდეოების გადავიღოთ ჩვეულებრივად. კი ბატონო. ეგ თქვენზეა დამოკიდებული. აი არ შეუულია ფრისტაილი ხო ამბობ რა და არ იჭირებთ. ეხლა დაუდმოს მიწერს ტექსტს და ეგ უნდა გავარებო. შენ ფრისტაილს უწერ თუ სიტყვებს უწერ. კლეოპატრა, პურიტანის კალპელი და მერქანი. კლეოპატრა, პურიტანის კალპელი და მერქანი. კლეოპატრა. ქერქი. დავიწყეთ? მოიხოდა ბებერი. მიდი ბებერსკი. ყველა ჰეითი გაიფატრა, ჩემი ვერსი ლამაზია როგორც კლეოპატრა. წაიკითხე შენი მანტრა, რადგანაც ბევრმა ბევრი ცოდვა დაიმატა.
ისე ვარ როგორც პურიტანი და მინდა გავფატრო ამათი ტანი რადგანაც ამდენი ჰეითია დედამიწაზე და ახლა უნდა გადავიდე მესხო სიტყვაზე ჩემი სიტყვა ბასრია როგორც კალპელი და ამათგან ჩემს მოწონებას არ ველი მხოლოდ ღმერთი არის ჩემი მფარველი და მე არ ვარ დამზარველი არაფრის არავის არაფერზე ვზარდები მე თუ სადმე უნდა მივიდე ნებით ვბარდები ჩემს თავს რომ სულ ვიქნები ადამიანი და არასდროს არ გავავკაცდები ხეს აქვსო მერქანი ჩემს გონებას არ აქვს ქანი რა ბიჭოა ბიჭო მერქანი მექანი შერხანი ბევრი რაღაცა რითმება მაგრამ აზრობრივად ყველა დისტრაქცია ერთმანეთისგან fail okay რა fail აი ყოჩახ ჩემოძმაო ყოჩახ ანუ ბევრი რაღაცა რითმება პროსტა მიდი აუ შენ დამიწე დავაი ვა ოკეი მე კაი ბოჩი ვარ გიყურებ ეხლა რევანშს ამიღებს და დამიწერს კათარზისი სტივენ სპილბერგი და რაღაცა ბურჟუაზია და ბურჟუაზიას რასასიზღრობა ერითმე ამა რეგენერაცია დევალვაცია დეფინიცია და კოჰაბიტაცია ანუ აქედან გაერითმა ერთმანეთს ესენი ყველაფერი უკვე ერითმება ხო მაგრამ შენ ცალ კი უნდა გარითმო ყველა სიტყვა this is a challenge brother აი ვიდი აბა დაუშვი სპაიდერმენი თუ კედელზე კაცია შეუძლია მას მაგარი რეგენერაცია აუ არა მაინც ერთი ოკეი სპაიდერმენი კედელზე ხო კაცია შეუძლია რეგენერაცია იქვე უნდა დევალვაცია მენსტრუაცია ჩემი რითმების დეფინიცია ესენი არ იმჩნევენ მაგრამ ხო იციან ვიღაცა შიცია ნიცე სპიცია hey right ვიღაცა აქ არის რაციათი oh fucked up shit რაღაცის კაცია ვიღაცას უნდა აქ კოჰაბიტაცია ფაცერში გაჭედილია რაცია კრაში ვაცია მაგცია თანცივად არ ზის მაგ shit fuck this ოკეი მაიტა მე გავრით მომსწროს რა გაუშვი გაგძელა დიჩი my boy მოსე მაგარი კაცია და მის ფრისტაილ მაგანიცა და რეგენერაცია ფულს დევალვაცია აქვს ამიტომაც იაფი მაცვია ჩემი სიტყვების დეფინიცია ის არის რომ უბრალოდ ცივა არა რითმება ფრისტაილს აგძელებს ივა არა მოგატყუეთ მე არ ვიცი ფრისტაილი როგორ გავაკეთო ეხლა შეიძლება ამ სიტყვას პროსტაზე გაურითმო ჯგუფი კენზო არ ვიცი რატომ საიდან მოვიდა რომელია შემდეგი სიტყვა შენ მითხრა რი კოჰაბიტაცია არა დიჩი აგვიხსნის როგორ კეთდება ფრისტაილი გაკვეთილი დიჩი მასწისგან ავიღოთ 4 სიტყვა აი სახაზავი რო დავადოს დიჩის ეს ლინეიკა რა რო უთხოვდნენ ფრისტაილი კეთდება ესე შენ არაფერს არ წერ მაგრამ ყველაფერი გამართული გაქვს როგორც ესე ამიტომაც ხალხი და აინტერესე საკუთარი სიტყვებით და ყველაფერს მიუყვები რითმებით ისინი ფიქრობენ რომ ყველაფერი დაწერე მაგრამ ყველაფერი შენ უბრალოდ გადაიწერე საკუთარი თავიდან თუ რამე არ გამოგივა იწყებ თავიდან გელი გამოვაკრავიდან მაგრამ ეს გამოიყვან ტრაგიდან ვიღაცა შემოვიდა კარიდან ამ მინდი აირია მე თავიდან დავიწყებ ისეთი არაფერი რომ არ მინდა რა გინდა shut down Africa ყველაფერი მაგ ვიღაცა თიკა fuck dida pop dida sad dida საიდან მოხვედი სად მიდიხარ ან shit
taxi-dan, maxi-dan, maxi-ები მორბიან, სახლში fuck. გაჭედა რაღაცამ თუ გინდა მომეცი ახალი ბითი რო ვიღაცა ყლეკაცა არაფერში მე დავებოდეს მე ვარ ახალი ლეველი ახალი ყველაფერი ჯობდეს some shit no code this bitches მოდიან ყველაფერი ჯობდეს shits ყველაფერს ვაკეთებ mix დავადებ ერთხელ თიც თუ გინდა გეთამაშები ამ ჭადრაკს მარა შენი საქციელი ბოზო რას გავს დაგსაქს რას გავს yeah რატო გავგიჩნდით ბითი რომ кайფობდით ხალხი რითმები ფანტავს კაი იქნება ვიღაცა თუ შემოგვიტანს ფანტას ფანტას ხალხი ფიქრობს რომ ბიჭებმა ეს ვერ მოხდეს ახლა კი მიმართავ სპონსორებს გამოუშვით უფრო მეტი ფული რომ მქონდეს უფრო კარგი თემა მაგრამ ყველა აჯდება თავის მაყურს არავის არ სურს გადაიხადოს თანხა და ამ დროს აბსურდს აფინანსებენ ყოველთვის მე კი ვერ გავიგე რა ხდება და მე უკვე თუ რატო კვდება ყველა სფერო მომისმინეს ტრაქში პერო ყვერო უნდა ხოდა მე გაგიიბას კი გამოგიყვანე სიტუაცია მოკლედ უნდა გამოხვიდე მეტი ფული რომ კონტენტის კეთება არ იყოს რთული ჯიბეზე უფრო მეტი ნული გული სული დიდრული ჰეიტს ვაკურდებით მე რამდენი დღეა გვაჰეითებს ისეთი ტიპი სივშიც რომ ჩახედო ყლეა ვერ გავიგე რა უნდა მოკლედ ჩემი ტვინი ადუღდა ესენი ისეთივე უგემოურები არიან და ძვირიანები როგორც არის გაუდა გაუდა ყველია რა გაუდა ყველია გაუდა თუ გიყვარს ყველი გაუდა ჭიდაობას რა უნდა ყველაფერი შეგიძლია აქ თქვა რაც უნდა ის არაფერია pieces coach shit this is bitches და ბოლოს ჭიდაობას რა უნდა დანანანანანანა აი გვეყოფა მაგრამ რა ვიბეზროთ გაუტიეთ მოკლედ აქედან 20% ჩავსვათ. ჩემი აზრით 3 ჩავსვავდი ჩემსას. 3. მხოლოდ 3. ოკეი. 4% ჩავსვათ. მარტო ბიტი დავადოთ. და ხმა არ ჩაიწერა რაღაცები. მაინც იქამდე მივდივართ რომ სფეროში ფული უნდა ტრიალავდეს. აი ყველა საუბარი. ფული იმენა. ხო რა იმის სხვა საინტერესო ფაქტი გახსენდება სფეროსთან დაკავშირებით. მე იმას არ ვიძახი რომ შეიძლება რეპერის შიმშილით არ უნდა კვდებოდეს თუ რაღაცა და ის სიგარეტის ფული მოგვეცით და რაღაცებს კი არ ბაზრობ. ანუ მე ცოტა მასშტაბურ რაღაცაზე მოგსაუბარი რომ ტიპებს კონდეთ მუშაობის კომფორტიც კი. აი მაგალითად რაჯობი რეპერი ხარ, ტიპი ხარ, ჰენესით ჩივას რეგალით ადიხარ იმაში სტუდიაში წერ რაღაცა, მე შენ ხმაზე ვიღაც მუშაობ, შენ სიხარ სადღაც ჩაჩილავებული რაღაცა ჩალიჩ. ანუ სფერო რო შეიკრას რა ნამდვილ რეპერი. კი, ეგეთი კომფორტი რო იყოს. ბაგრატიონი შამპანიური და რა ვიცი, ეგეთი კომფორტი რო იყოს ყოველ წუთას, რა ვიცი, არ გამოვიდოდი მანდედან, ტრეკებს დავწერდი მარტო. გავაკეთებდი მაგით ფულს უეჭვე. ხო, აბა ის ძნელია, ხა მე სახლში ბავშვი მელოდება რა. და წავიდე რაღაცებში ფული ხარჯო, ტრეკებში ფული ვიხადო სიტყვას და მე ფული მაგით ვერ ვიშავო. ჩემი შვილი რო გაიზრდება მეტყვის რომ მამაში ხო არ გქონდაო. დღევანდელი ჰიპ-ჰოპი არის რაღაც უფრო იქითკენ გადასული და გადაწეული რომ თითქოს რაღაცა მხოლოდ გაყიდვადი იყოს და მხოლოდ კარგად ჟღერდეს და მხოლოდ კარგი ფლოუები იყოს და მომენტ რასი ბაზრებ არ აქვს მნიშვნელობა რა. მაგრამ ეგრე არ არის. ანუ ხალხი აფასებს იმასაც, ანუ კარგი მესმის ეს რომ ლაივზე რაღაცა უნდა შეასრულო და ბაუნსი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი რომ აიყოლიოს კრაუდი, ხო? მაგრამ მეორე მხრივ value თუ არა აქვს ანუ ღირებულება თუ არა აქვს შენ ნალაპარაკებს ანუ საერთოდ აიდან მოდის ჰიპ-ჰოპი რა ანუ თავიდან სიტყვა იყო სათქმელი იყო და დღეს უბრალოდ ეს სათქმელი არის გადასული იმაში რომ ვიღაცას პროსტა აცეკვო ხო მაგრამ მაშინ ეგ სათქმელი ხო ანუ ვიღაცის ცხოვრება იყო იცი რა არის რაღაცა განათლების დონე უნდა გქონდეს ლირიკაში ანუ შენ თავის განვითარებაზე უნდა მუშაობდე უნდა კითხულობდე რომ მე რო აი აქ რაღაცას ვიტყვი
ეს შეიძლება 50-მა ადამიანმა შეძლოს რო თქვას, მაგრამ მე რო 50-ით მეტი წიგნი მაქვს დაკითხული, ამას ერთი ან ორი ადამიანი იტყვის მაქსიმუმ რა. შენ თუნდაც ლირიკულად რა. და ეგ არის მნიშვნელოვანი, ანუ ნიუკამერებმა ჩემი აზრით მაგას უნდა მიაქციონ მაგრამ ყურადღება. პონტის ხო ის არის, რომ ეხლა შენ შეიძლება ვთქვათ რაღაცა წიგნიდან რაღაცა ლაინი გააძრო, მაგრამ თემა ხო ის არის, რომ ეს მსმენელმა უეჭველი უნდა გაიგოს, ხვდები? ანუ მარტო შენი თავის ფლექსის გამო არ უნდა გააძრო თემა. არა, მაგას არ ვიძახი უყურე. ამოკოპირება და რაღაცა რეფერენსები და რაღაცა ეგ ყველაფრიდან შეგიძლია გააკეთო რა, მაგრამ უშუალოდ განათლებული რო ხარ და რაღაცა სიტყვის მარაგი რო გაქვს ელემენტარული ისეთი რა და ლამაზი სიტყვა რო შეგიძლია თქვა ერთ მომენტში და ამ ლამაზ სიტყვას ლამაზი სიტყვავე გაურითმო მეორე მომენტში რა მაგაზე მაქვს საუბარი და თან ლიტერატურული დატვირთვაც რო კონდეს დაუშვათ შენ ამ რაღაცა ნაღვაც და არ იყოს უფასური რა აი უბრალოდ რაღაცის რახარუხი რო არ იყოს რა ტიპი რო ანუ შეიძლება რაღაცა გასული ეგონო ტიპს და ბაზრობდე რაღაცა ისეთზე, მაგრამ საბოლოო ჯამში რო შეხედავს ეს ლამაზი იყოს და რაღაცა თვითონ ხედავდეს ისეთ ფასეულობას ხედავდეს ამაში და ისეთ ინტერპრეტაციას უკეთებდეს, როგორიც თვითონ უნდა. ხო. იმასთან ერთად თუ შენ როგორი პროდუქტიც მიეცი რა, ორივე არჩევანი რო კონდეს. მოდი აქედან მაშინ გადავიდეთ ეხლა ჩვენ აი სოციალურებზე რა ვაფშე რას ფიქრობ სოციალურებზე მე რას ვატრაკე ვიცი ხო გაკეთებულა რა არაერთი სოციალური ტრეკი თუნდაც ჩვენთან რა მე ვატრაკებ ესეც რაღაცას ჩემი აზრით ტრეკში ისეთი სოციალური პრობლემა არ უნდა იყოს გატრაკებული რაც იდეაში ყველა მიცის ისედაც რა ანუ შენ რო ამბობ პროსტა რო საქართველოში ფული არ ტრიალებს ან საქართველოში რაღაც ხალხი შიმშილით იხოცება ანუ ჩემი აზრით რაღაც პონჩი არ არის ფასეული მაინც რა იმიტომ რომ შენ რო ლირიკოსი ხარ შენ რო ტრეკს წერ ჩემი აზრით შენ უნდა დაგვანახო თუნდაც იმ სოციალურ პრობლემას აი შენ როგორ ხედავ რა ანუ როგორ შეიძლება ვთქვათ ეს პრობლემა გამოსწორდეს როგორ შეიძლება ეს პრობლემა რაღაცნაირად გადაიჭას მაგას ვინ გეტყვი შეჩემა რატო არა ანუ რანაირად უნდა გითხრას ბიჭო ვიღაცამ ვინც ეს ლექსი დაწერა ტიპმა როგორ გებაზროს რომ რა გითხრას რომ მაგალითად საქართველოში უნდა გავაკეთოთ კიდევ 250 ქარხანა მეტი ფული არის კარგი რომ საქართველოში ფული არ არის თქვი და არა ელემენტარული ხაზი ანუ ხაზს უსვამ და როგორ უსვამ მაგას გააჩნია რა აი ახლა მოვიყვან მაგალითს ანუ ტიპი რომ რამდენიმე კატეგორიის რეპერები ხო არსებობენ რა ზუსტად მაგას ვიძახი ახლა რომ სოციალური ტრეკი არის ბოლოს მაქსმა რაც გააკეთა ისიც აი ქართლის დედის ის რო ხავი ჩვენ არ ქალაქია ესეც ანუ ეგეც ჩვეულებრივი სოციალური ტრეკია მაგრამ იმდენად გემოვნებიანად და მაგრად არის გაკეთებული რო ხვდები რომ ვა მართლა ესეთ ქალაქში ვცხოვრობთ. კი, აი ზუსტად ეგ ტრეკი არის ნათელი მაგალითი იმის თუ როგორი უნდა იყოს სოციალური ტრეკი რომ ჩემი თქვენი დედაც უქშია არ ხო და მეც მაგას ვატრაკებ. იმას კი არ ვატრაკებ რომ რეპერმა რაღაცა პრობლემა უჭველი უნდა გადაჭრას ლირიკით, ანუ ხო სიტყვით ხო ვერ გადაჭრი რაღაცა პრობლემას ქმედება უნდა მაგას რა, მაგრამ შენ როცა ხალხს დააფიქრებ იმაზე რაც რაზეც თვითონ ვერ დაფიქრდნენ და რაღაცა პრობლემას რო აი შენი კუთხი, შენი ლირიკი სხვანაირად დაანახებ, აი მაშინ არის მნიშვნელოვანი ეგ სოციალური ტრეკი რა. ვინმეს, აი მე არ ვიცი და თქვენ თუ იცით, ვინმეს ქუჩაში რომ ტიპები ნაგავს ყრიან და პადიეზდებში რომ ფსავენ და ეგეთ რაღაცებს უბაზრია. ბიჭო არ ვიცი. ადრე მახსოვს კაზის მქონდა ეგეთი ლაინი ზუსტად. კი, ლაინი მქონდა. იმენა კი. ვის? ჩემი ქალაქი რო იყო პროექტი. ჩემი ქალაქში მაგას ბაზრობდნენ. იმას ქონდა. მიშკას ქონდა თუ არ ვცდები, კაკრას პადიეზდის თემაზე. ხო. ზაზანოზაძესაც ქონდა ბევრი რაღაც ისეთი მომენტი რა, ხო ხდება, ჩემი ქალაქი იყო ეგეთი ყველაზე დიდი სოციალური პროექტი რა. მე დღეს, ანუ ხო შეიძლება რომ მე და შენ ერთი და იგივე თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ სხვადასხვა ენაზე საერთოდ, ანუ სხვადასხვა ხო, ეგ ბაზარი, ანუ სოციალური მის მორჩა რა. და თან რა არის, იცი ცუდი, ყველაზე ცუდი ქართული მსმენელის მენტალიტეტში რომ მაგალითად მოსე რომ იბაზროს მერსედესზე და მეც რომ მერსედესზე გავაკეთო ტრეკი. ხო. მაგრამ მე ჩემი შეხედულებით უბრალოდ ეგრევე იტყვიან რომ მე მოსის მოპარე რა. ეგ აქვთ ეხა ეს.
ეგ წამოიღო вообще იმებმა. იდეაში Mercedes-ია და ვისაც უნდა გარეპავს მაგაზე რა. უბრალოდ მე თუ ვიყავი პირველი, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ შენ იმას არ შეუძლია მაგაზე გარეთ. ხო. ეგ შეხედულება და ჩემი აზრით არტისტებს შემან კომპლექსი გააჩინა. მით უმეტეს ადრე ძველ ჰიპ-ჰოპში, აი იმენა ჯერ კიდე ჯეურეპიო რო იძახიან. მე вообще არ მაქვს კომპლექსი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომენტარი იწერებოდა იბა რაღაცეებს იბარავსო. აი მკიდია რაც გამისწორდება, იმას უწერი მენა რა და ყველას უნდა კონდეს ეგ ფაქტორი ჩემი აზრით. არ უნდა მოსულოთ ვიღაც რაღაც აი ჩასაფრებული რო ატიკი. ისედაც ეგ უნდა წერო რა თქმა უნდა შენ თუ გისწორდება რომ თქვა რომ ეს თავისკალა ოქროსფერია და მეც თუ ფიქრობ რომ ეს თავისკალა ოქროსფერია ვიტყვი და მაგრამ კიდია ვიღაცა რას დაწერს. ხო და ეგ სხვა ამბავია. ოღონდ მასე ხა რამდენი კომპლექსია მაგის გამო არტისტებს. გლობალური მასშტაბით აი გოგოებზე და გულაობაზე და რა ვინც პირველი გააკეთა ეგ ტრეკი ეგ არის მაგისი მაგათა პატენტი. ანუ მაგაზე არავინ არ ფიქრობს ბიჭო მაგას გეუბნები რომ ეგ კიდია თქვა ანუ შენ და მე რომ ერთი და იგივე თემაზე ტრეკი გავაკეთო და თუნდაც ერთი ლაინი მაინც ერთმანეთთან მიახლოვებული იყოს არათუ იდენტური ან შენ ან მე უკვე ვიპარავთ. კი ან ეგ მენტალიტეტია. აბსურდია რა ანუ რთულია ანუ ურთულესი რაღაცა არის რომ საერთოდ ყველა ლაინი ძალიან განსხვავებული იყოს რეპია რა. ანუ ყველაფერი ერთმანეთს გავს და ერთმანეთს თუ არ გაურითმე და რაღაცა ისეთი არ გააკეთე აღარ არის რეპი ეგ მაშინ. ანუ მე თუ ისე ვიბაზრე როგორც რეპერები არ ბაზრობენ, მაშინ მე აღარ ვარ რეპერი. თან აი ის მომენტია რომ აი თუნდაც იმ რითმაში რა ზოგადად ქართული ენა რეპში ისეთი სპეციფიურია რომ აი ცოტა ისეთი სიტყვები რომელიც აი ლამაზად ჟღერს ტრეკში რა. კი რა თქმა უნდა უმდიდრესი ენა გვაქვს, მაგრამ ანუ ისეთი სიტყვები ეხა ანუ აი ბევრი თანხმოვანი როა და რაღაცეები არ ვერ გამოიყენებ ფიზიკურად. მე მგონია რომ ნებისმიერი ქართველი რეპერი ანუ სადმე ამერიკულ ქვეყანაში რო დაბადებული, ქალაქში რო დაბადებული იყო, რომელიღაც კან კალიფორნიაში რომელიმე შტატში ბევრად უფრო მაგარი ჰიპ-ჰოპ არტისტი იქნებოდა ვიდრე ახლა ნებისმიერი ქართველი რეპერი. მე არ დაგეთანხმები. ახლა ნებისმიერ და იმაზე არ ვიძახი რა ქვია იმაზე, მაგრამ ხოზე ხარ რა. ბიჭო ხო ანუ ეგ ეხა ორი აზრი არ არის მაგაში რომ თუ შეგიძლია რომ ქართულ ენაზე ესპერო რაღაც დონეზე მაინც გააკეთო. შენ იძახი რომ მანდრო დაბადებულიყო და ქართულად ეკეთებინა? არა. არა ინგლისურად რო ეკეთებინა. ხო ეგ მაგაში ორი აზრი არ არის. იმიტომ რომ სკილი რაც ქართულ ჰიპ-ჰოპს ჭირდება. ხო. ანუ ეს სკილი რო კონდეს რა. როცა ქართულად წერ და ბევრ წერ ქართულად, ინგლისურად წერა ბევრად უფრო მარტივია. უბრალოდ აქ ის არის რა შენი ნეიტივ ენა რო არ არის, მაინც გეტყობა, გინდა თუ არა გეტყობა მინიმუმ. ხო, დამღამებული გექნება თუ ეჭვალი, რომ აი ინგლისურად როცა წერ, მე ვწერდი ადრე ინგლისურად, მე ხა შევეშვი რა. აი ლიტერალი თითქმის ყველა სიტყვა შეგიძლია გაურითმო. ხო და მარტივად ეძებ. ხო, ძალიან მარტივად, მაგას ვიძახი რა. აქ თანხმოვნები, ანუ აქ მარცვლები უნდა ითვალო და რაღაცები უნდა ქნარო, რაღაც სწორად დაალაგო და აქ ჩიჩა, იქ არა, იქ ყველა სიტყვა. ხო, აი ინგლისურად ვთქვათ, აი wordplay ბევრად მარტივია, ვიდრე ქართულად და ბევრი ნიუანსი არის ლირიკაში, რაც ეგრე და წარმოიდგინე ახლა ინგლისურში ტიპებს რო ყველა ეგ wordplay რეპერებს გადაღეჭილი აქვთ უკვე და ვიღაცა რო ჩალიჯობს რომ ახალი რაღაცა შექმნას, მაგრამ ანუ გასახანი აღარ არის მერტი და ყველაფერი ემინემს გამოსდის მარტო, იმიტომ რომ ეგ საერთოდ ძალიან ბევრი სიტყვაა, ნუ როგორც წავიკითხე. ემინემი იმენა ჩოპ რითმებით. ჩოპს თავიდანვე ემინემი არის ტიპი, ვინც ვისი სიტყვებიც უშუალოდ გრამატიკაში შეიტანეს, ანუ ემინემის შექმნილი სიტყვები. ხო, დაემატა. ეგრე წავიკითხე. მეც არ ვიცი ხეს რამე. აუ, ეგეთი ტიპები ძალიან მნიშვნელოვანი არიან ზოგადად რა. აი ახლა რამდენი სიტყვა არის ეგრე ვიღაცის მიერ შექმნილი წარმოიდგინე რა. ანუ უბრალოდ არისო აქამდე ხმარებაში და მე თქვა ამ ადამიანს და დამკვიდრდა. ეშკერე. ნუ მართალია დამახინჯებული ის არის სიტყვის ვარიანტი, მაგრამ ვიღაცამ ხქნა ეგ თავიდან. Lil Pump იყო მგონი. არა მგონი. თუ ვწდები ბოდიში დაწერო რამე მაგას კომენტარებში, მაგრამ მე Lil Pump-ისგან მოვისმინე. აი ის რო აქ რა ქვია. ერთი ყლეტრეკი რო აქ შეჩება პაპსა ტრეკი. რომელი არის? მეგაბიბები. გონი. არა, ის ეშკერე იმენა ცალკე ტრეკი აქვს მაგას. ხო. საქართველოშიც მოხდა ეგეთი გარდამტეხი რაღაც ხოთა შორის ერთი ეშკერეს ქართული ვარიანტი, იცი? აშკარად. მაგას მეორე ვარიანტიც აქვს. ეძგერე. ხო და მე დაიზბაზრობდი ძაზა რა, წელების წინ, რომ სადღაც ვიყავით პოდკასტის ჩაწერის პონტი იყო, მანდაც თუ გადაცემაში რაღაც ვიყავით, არ მახსოვს ზუსტად.
მან ბაზრობდა ზაზა რა, რომ ქართულ ჰიპ-ჰოპში კუთხური დიალექტის დამატება არის ყველაზე დიდი მიგინება არტისტისთვის. კი, ძალიან კარგია. და იმენა პირველი ვინც აშკარად ეგ გააკეთა, იგი იყო ფრანკო. რაღაც ინტეგრაცია. მერამდენეჯერ გავიგეც, მესამე გადაცემა მგონი რაც ფრანკოზე. მამა ფლექსიც ეგრე არის, მეორდები TikTok-ში, მაგრამ ხო იდეაში ეგრე. ფრანკო იყო პირველი ვინც ქნა, დაახლოებით 2016-15-ში. რომ ძამა და ისა რა ქვია გურული კილო და რაღაცები გააძრო ძმამ რა. ხო, კარგია კუთხური ამბავიც. ხო, გვაქვს ეხა მაგის ფუფუნება 12 კუთხე და სხვადასხვა დიალექტები პრინციპში. მუჭო ვარ, მუჭო. მაგრამ აი მეგრულს რაღაცა მე ვერ ხედავ რეპში რა, რაღაც მეგრული რაღაც ეხა. ერთადერთი სიტყვის ინტეგრაცია რაც მოვახდინე ჩემ რეპში იყო ჯიმა. თავშე ვერ, მაგრამ ჯიმაც ეხა რაღაც მე მაქვს ქართული მასშტაბში საერთაშორისო სიტყვა არის ყველა მე მაქვს პაპაშ ყამა გამოყენებული და არძო. არძო? ჩემს ქალაქში მიცნობს არძო. ყველა ანუ. ოკეი. შენ საიდან ხარ? თიანეთში ვარ დაბადებული, გაზრდილი. გავიზარდე თიანეთის მთაში მე? Yes. მამის მხარე მყავს სამეგრელოდ. მართალეობო? იცი მეგრული? კი, რაღაც დონეზე ხო, ოღონდ ანუ ჭიჭე. ლაპარაკით ვერა. ან გესმის და არ მაქვს იმ ხელა შეხება რა სამეგრელოსთან რომ მესწავლა. მე შე. აი დაგვაგიჟებს რა გვესტუმრე. ამიჯერე გაგისწორე. ასწორებს მაგრამ ვინატრებით მოკითხვა სენაქს. მოკითხვა სამეგრელოს. ოხ რა გულჩათხრობი ბიჭია. ეხლა არიღავი ახალ წლებზე რა გენატრება შენ. ახალ წლებზე ვიყავი 3 წლის და მანამდე 1 წელი არ ვიყავი ჩასული. შეხობე 2 გვაქვს რა, ანუ ეგ 2 ახალი წელი. მაგითო ახალ წლებზე არ ვიყავი, ახალ წელს ვიყავი ჩასული პირველში და ახალ წელს არაც შარშან ვიყავი ჩასული და უწევს კიდე. აგერს აი. წადი ეხა წადი თუ მინდეს. გადაცემიდან წადი პირდაპირ. წამო სამეგრელოში წავიდეს. წამო ჩვენს ვავდივარ. სასიამოვნო იყო ძმებო, წავედი მე გამიხვივა სამეგრელოს სიყვარული ამ ვაშკაცმა. აბა თქვენ იცით მიყვარხართ, არხი გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ, ბიჭები იბაზრებენ და წამოყვებიან, აბა ჰე. მოკლედ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო აუცილებლად, იმიტომ რომ ვერ არის ვიდეოები ლაიქზე და ეგ ეხავს ძალიან ცუდია. მადლობა მოსე, რომ იყავი ჩვენი სტუმარი კიდევ ერთხელ ძმა ხარ. ლიდერ სპორტი, ომეგა ემბერი, ფლეტრენთი. აბა თქვენ იცით. შეგვიძლია ყველა წავიდეთ სამეგრელოში. წავედით.